ქალბატონებია, მოგესალმებათ. ძალიან ჭართულია ტელევიზორის ყურებაში. არის ძალიან გამწარებული. რა გამოიცადით რას უყურებ. აქვინმე დღეს ძალიან ისე ხარ გამოიყურება რაღაცნაირად დედის სამოსში. რა თქმა უნდა დედას უფრო სხვანაირად აქვს ეს ზედა, იმიტომ რომ დედა ჩემზე ისეთი ეტაწერწედა, მაგრამ გაჩვენებთ ჩემსაც. ხედავთ დილით არა კარგ ხასიათზე ვარ. ყველას წინავს წავიდეთ სამსახურში. ხალხო, თუ მიხვდებით ხურჩუკიდან რაზე გადავედი. პიჯაკზე. გუშინ დედას გეფიცებით. სუსველი მოვიდა სახლში, ბეჭები ისეთი სველი მქონდა სიცხისაგან. ოპა, ძალიან დაცხა. ამიტომ გადავედი პიჯაკებზე. ეს ძალიან ხელი პიჯაკიც არ არის ხა ისეთი სფრიფა. იმიტომ რომ მე ძირთაც უდავრბი ვარ. ხო და ამ სირბილში ვიხვითქები, ასე რომ დუტების სეზონი დასრულებულია. გადასარევი მზეა. წავკუსკუსდეთ. ყველაზე მეტად ნერვებს მიშლეს ეს უსახური ურნები. როგორ მომწონს გოგოებო საბერძნეთის ურნები. ისეთი ლამაზია, ჯერ ვერც მიხვდებით რომ ურნაა. თუ ძალიან არ დააკვირდი. ხანდახან შეიძლება რაღაცა დეკორი გეკოდოთ. ხუმრობ კაცო, ეკაც გასაგებია რა არის, მაგრამ ნუ მოკლედ ძალიან მომწონს რა, ეს რაც პლასმასები ძალიან არ მომწონს. ჯერ თუნდაც იმიტომ რომ ნამწირო ჩააგდონ ან რაღაც სიგარეტე სერიოზული საფრთხეა და უფრო მაგიტო არ მომწონს, მე ძალიან არავიზუალურია. აქაც არის რამდენიმე ადგილას ისეთი კარგი ურნა. გოგოებო კომენტარი აწერა რომ მიხოთ იმისაო რომ ძაღლების გეშინიო მაინც რომ გამოვხატე ჩემი რა თქმა უნდა მე მეჭვება ხალხო მე ჭკუად მყოფელს ვინმეს ამ თემასთან დაკავშირებით რომ ძაღლებს ანადგურებენ წვამენ ანუ ჯერ ჯალათები სუფთა როგორ უნდა მქონდეს მშვიდი დამოკიდებულება და საერთოდ როგორ ახოს ეს დამოკიდებულება რომ ვითომ შენ არ გეხება დიახაც ყველაფერი გვეხება მე მეორე არ მეშინია და არ მიყვარს სხვადასხვა რამე ახალ ხო მე ძალიან მეშინია ნუ იმის იქით სიტყვები რო არ ყოფნის ისე მეშინია მაგრამ არ მიყვარს არა მიყვარს მაგრამ ძალიან მეშინია და რომც არ მიყვარდეს საერთოდ არ ვემხრობი ამ სიტყვები არ ყოფნის საერთოდ რა ქვია და რა დავარქვა და საერთოდ რა ჭრილში მოიხსენიო ეს ამბავი ხო და რანაირად არ უნდა გამოხატო შენი მოსაზრება არ აქვს მნიშვნელობა ხა ეკრანიდან თუ ზოგადად სადღაც სოციუმში ზიხარ და ამაზე საუბრობთ ან სხვათა აი რანაირად არ უნდა გამოხატო დანაშაულიც კი არის რომ ამ თემაზე გაჩვენდე ვითომ არაფერი არ მომხდარა და ოდესაც მეუბნებიან რომ მაგაზე მეტი სადარდებელი ქვეყანას არა აქვს აი ასეთი პრობლემებით იწყება ზუსტად ის სადარდებლები რაც მილიონი გვაქვს და ჩვენ თუ გონია რომ ცხოველების დაწვა ნორმაა და ძალიან პატარა პრობლემაა მაშინ ძალიან სწორად მithქვამს რომ ქვეყანა ყანა ვართ მაგრამ ყანას უფრო ვიყენებთ თქვი ბლოგში რა ვიცი და გაუგნებელი ვარ აი ვერ ვიჯერებ სიმართლე გითხრათ რომ ეს ხდება და ასე შეგვიძლია განადგურება ყველაფრის არ ვიცი მივედით სამსახურთან თუ მიდიხარ გადი კაცო რას დამიდექი აქ ცარიელია გადავიდეთ ყველანაირი შფოთვების გარეშე დარარი რამა დარარარო
შუასე წუხარ წადიო და იქ დადექიო და გარკვე რა ხდებოდაო და როგორ არ მიყვარს ასეთი საუბრები ნეტა იცოდეთ. მე საიდანაც შემიძლია იქიდან გამოვხატავ ჩვენ პროტესტს. ასე მოკლედ რა ახსნა. რა გამოდის იცით გოგოებო, რომ ჩვენ ნორმად ვაქციეთ. ეს ყველაფერი ძალადობა, ცოლების ცემა, ცოლების მუჟლეტვა, ეს ხეობა. თუნდაც ძაღლების ასე გამეტება. ნორმა აპერაებული მიდგას, მაგრამ არა უშოს ტელეფონი. ნორმად ვაქციეთ? მე მივეკუთვნები ადამიანს, ვინც ამ ყველაფერს ნორმად ვერ აქცევს. და ჩემთვის არ არის მისაღები. ასე რომ რაც მეც ვისაუბრებთ ამ თემაზე და ძალიან ბევრი ადამიანი ვისაუბრებთ ზოგადად საჭიროებებზე და პრობლემებზე, ვფიქრობ, რომ შეიძლება მეტად წავიდეთ წინ. ეს ერთი. შევარდნაძის ეს ნახე რა ქვია TikTok-ზე მიმართვა. თურმე მოიტყვიდა საზოგადოებას უხდის ბოდიშს. ამ ალიაკოთის გამო ესა წასულეს უბედური თმა. ვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი მაგ სიტყვის გამო, რაც აკადრა ქალს, რა თქმა უნდა, არც ხსენებია და თურმე მოიტყვიდა ზოგადად ერს უხდის ბოდიშს იმის გამო, რომ აი ახლა წნეხი იყო და რაღაცა უსიამოვნებები იყო თუ რაღაც. ხო. ეს ნორმაა. ხანდახან. ეს იმას ანიშნავს, რომ მე არ მომწონს, რასაც აკეთებს, ის გარდენი არ მომწონს, ის ძალიან მომწონს. ძალიან ბევრი რამ აქვს გამოვლილი, როგორც მე ვიცი და ამ ყველაფრის გამო ძალიან დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ამის აქეთ რაც მოვისმინე, ჩემთვის არ არის რა სასიამოვნო და ზოგადად სხვადასხვა Facebook-ზე ქალები მიწერენ, რომ ნუ ბოდიალობდა ეგრე არ იყო თუ რაღაცა, მოკლედ რა. ქალმა ქალს ასე არ უნდა როგორ გითხრათ, არ უნდა გაწირო ხალი და არ უნდა თქვა, რომ ეგ ერთხელ მოდაემართა და მოატეხეთ ერთი ამბავი თუ რაღაცა. როგორც აღმოჩნდა, ერთხელ აყოფილა. მოკლედ, დედა ჩამოვიდა საქართველოში და არ ვიცი, რამდენად მეტყობა ეს ღიმს ვერ ვიშორებ სახიდან. ეს ჩემი რაღაცა სიმშვიდე რო არის, ხო, სიმშვიდეთ რო ხარ. აი ეს განცდები დამიბრუნდა. მარიკო დღეს ბებოსთან რჩება, იმიტომ რომ ძალიან ნუდო და ბებოსთან დარჩენა და ბებოს მარიკოსთან შესაბამისად სახლში დავტოვე დღეს. ზედა სართულზე მძინარე ავიყვანე და დავტოვე და გამოვიქეცი. ხო და სულ მეღიმება. დედა სახლში. ეს სიტყვები არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. დედა სახლშია. ხო და ყველას გისურვებთ სიმშვიდეს ხალხო. თქვენთვის ვინც არის და რაც არის სიმშვიდის მომტანი, ზუსტად ისე ცხოვრებას გისურვებთ, რომ აი ეს შინაგანი სიმშვიდე გქონდეთ, აი ეს რაც შინიდან აგავსებთ სითბოთი და სიყვარულით, ყველაფერს გისურვებთ თქვენ როგორც გინდათ ისე. წავედი, მალე 9 გახდა. ვიწყებთ. ჰაი, დილამშვიდობის. არა. შუა დღეებში შვიდობის მეგობრებო, დილა უკვე დიდი ხანი აღარ არის. როგორ ხართ? სახლში მაქვს სრული საგიჟეთი მოწყობილი, აი ეს დახურა. საძინებელში გინდა, მისაღებში გინდა, სამზარეულოში საერთოდ არც უნდა შემოიხედო ისეთი ამბავი მაქვს. ამიტომ თან ცოტა წაგეჭროები, თან ახლა ამ არაესთეტიურობას არ დაგანახებთ. დალაგების ვიდეოებს კი გაჩვენებთ ხოლმე, მაგრამ დღეს ეგ დღე არ იქნება. თავი გამჭირვები, აი ხა დალაგების ვიდეოს ნერვი არა მაქვს. ხო და ჭურჭელი დარეცხილი, შესალაგებელი, დასახარისხებელი, მოკლედ. სრული ქაოსი. მარიკო მაღლა ბებოსთან. ხო და მეც შვიდად გახალავართ. სანამ დედა პოეზიის საღამოზე წავა, მე დრო მაქვს იმის, რომ სახლი შვიდად მივალაგო. მარიამი და ბარბის მაღლა და არის ძლიერი. მაგრამ მე რომ მიდის ხოლმე ზაყოტირის ნერვიულობს ძალიან და ეგ განცდები წინასწარ ნერვიულობს ხოლმე. მაგრამ ნუ რაც ვიზავთ ვერცერაფერს. მოკლედ ახალი ამბავი მაქვს ის, ჩემო გოგონებო, რომ
ვიწყებ ტრენინგის გავლას, იწყება 15-ში და 15-16 მე თბილისში არ ვიქნები და როგორ იქნება ეგ ამბები ცოტა არ ვიცი, როგორ მოვუსმენ ამ ყველაფერს. იწყება ტრენინგი აღზრდელ პედაგოგის სკოლამდელი და ვებუბები მოკლებავთ ფერხულში, რომელიც დაახლოებით მგონი თუ არ ვცდები სამკვირიანია. დღეში 3 საათი. ანუ ჯერ ისაც ხოსუნთქვის დრო აღარ მაქვს და აი მაგის 3 საათი უკვე არ ვიცი, საიდან და გამოვძებდო და ალბათ ყველაფერს უნდა შევეშვა, აი არ ვიცი, ვერ გეტყვით. თუმცა აუცილებლად უნდა გავიარო აი ყოველ მიზეს გარეშე. ნუ რადგან ვაპირებ რომ ვიყო პედაგოგად და ვიმუშაო, ვთვლი რომ ეს 66 საათიანი არის აუცილებელი, თან იმას თუ ჩავთვლით და იმას თუ ვიფიქრებთ, რომ უკვე ყველგან ითხოვენ და დამიჯერეთ, მხოლოდ სახელმწიფოში კი არა, ცოტა ხანში ალბათ კერძოებიც მოითხოვენ, რომ ეს უნდა იყოს გავლილი და ძალიან კარგია ეს კურიკულუმი, უნდა ვიცოდეთ და ნუ მოკალეთ. მე ისაც გავდივარ ამ კურიკულუმს ჩვენ მეთოდისტთან გავდივართ, თუმცა ეს კიდე სხვა იქნება და კიდე სხვა ამბები დატრიალდება მოკლედ და აი ესე ველოდები დაწყებას. ხო და ძალიან დიდ ქაოსში მაქვს თავი გაყოფილი, შევართნილი. მაგრამ ძალიან საჭიროა, ხო ხვდებით რა. ხა მართალია მე აქტიურად 2 წელზე მეტი ვერ ვიქნები იქ, აქტიურად ვიძახი და მე სავარაუდოდ ნახევარგანაკვეთზე გადავალ, ან არ ვიცი როგორ იქნება ეგ ამბები, რომ მარიკოს სკოლიდან მოვასწრო მოკეთ მოსვლა, თუმცა ეს არის გასავლელი. და ეს 2 წელი მჭირდება ეს ყველაფერი, ეს ბაზა, ეს ცოდნა, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ვიღებთ მაგ ყველაფერს, უნდა გავიარო რა და ცოტა ხანში ალბათ რა ვიცი, ყველას მოუწევს გავლა, ვისაც უნდა რომ ამ სფეროში დასაქმდეს. ასე რომ სანამ დროა, მოკლედ გაიარეთ გოგოებო, სანამ დროა, მე შეიძლება გამკაცდეს ბევრია. ამიტომ არ ვიცით რა იქნება, ხო, წინ. ხო და რო არ ვიცით წინ რა იქნება, რა თქმა უნდა, ჯობია რომ რაღაცნაირად რაც ახლა ვიცით, მაგას მივხედოთ. და რაცაც ახლა გვაძლევს, რომ აი შეგიძლია რომ ეს ყველაფერი გაიარო. მართალია, არის ძალიან დამღლელი, 3 კვირა თუ არ ვცდები და 3 კვირას თქვენ ეხუმრებით ხალხ დღეში 3 საათს. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ კვირების მანძილზე შენი ცხოვრება შენ აღარ გეკუთვნის, იმიტომ რომ 7 საათზე იწყება თუ არ ვცდები და აი არ ვიცი, ანუ ჯერ არ ვიცი როგორ იქნება ეგ ამბავი. ძალიან ვღელავ, იმიტომ რომ ისედაც ყველაფერს ვაკლდები, გულისხმობ სოციალურ ქსელს რა, საყუროებსაც ვაკლდები ნაწილობრივ, ხო, მოვაკლდები უფრო სწორად. ხო და, ნუ, მაგრამ აუცილებელია რა, თუ გინდა ამ სფეროში იყო, ეს ყველაფერი გოგოებო უეჭველი უნდა გაიაროთ, იმიტომ რომ კაცრდება ყველაფერი და ეს რო გაქვს უკვე თამამად ნებისმიერ, აი ხა მაგალითად, როდესაც იდება რამე უკვე ვაკანსია, ხო, მაგალითად, უკვე მითითებულია, რომ 36 საათიანი გავლილი უნდა გქონდეს, გესმით? ხო და ეგ როგორ გავლილი გაგხვდებით და აღარ არის სანერვიულო რა. როცა არ გავლილი, აი რა ვიცი, გარმა გავლილი და გავივლით, მოკლედ რა. ასე რომ უნდა შევუდგეთ მოკლედ სწავლა განათლებას. ისედაც როგორც გითხარით, ჩვენ ამას უკვე გავდივართ, თუმცა ის ოფიციალური, როცა გეძლევა შე რომ უკვე ეს გავლილი გაქვს, კიდე სხვა რამეა თავისთავად. რა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ამბები მაქვს მოკლედ სწავლა განათლებისაკენ ვარ მომართული თავით და ფეხებამდე. რაც რავი, ჩვეულებრივი ამბავია რა. ვერ გავითარდები რა, აი უნდა აკეთოს, უნდა სწავლობდე. ნუ გააჩნია ხა სად მუშაობ და რას აკეთებ.
სულ რაღაცა ძიებაში ხარ, სულ რაღაცა ეპოტინები, მუდმივად ამ ქაოსში ხარ რა. მაგრამ ქაოსში ყველაზე დიდი სიმშვიდეა, ხო იცით? ვერ როგორ აღიქონს ქაოსზე სხვა ამბავია, მაგრამ თან ჭურჭელს დავწმენთ მე თქვენის ნებართვით. ესე იგი ეს ვიდეო იწერება შაბათს, დაიდება კვირას, ანუ ხო და რომელიც უკვე დამონტაჟებული მაქვს, ჯერ ვერ დავზე, იმიტომ რომ ვერ მოვიცალე. ხო და რა ვიცი. თუ დავდე. ვაიმე, ხალხო. მაგრამ შევა პრინციპ შაბათსაც დაიდოს, გააჩნია იქ რამდენი მასალა, მაგ არც უცი სიმართლე გითხრათ. მახსოვს რომ ვიღებდი და რამდენი წუთი არ ვიცი, შევა შაბათსაც დაიდოს ეს. ნუ რა მნიშვნელობა აქ ხარ, რატო ჩამოვარაკრაკე, არ ვიცი, მაგრამ ზაკომდე ვერ მივედი, რომ გადავიღო, მე თვითონ ვერ მივედი, თორე განა კამერა ვერ მივიტანე მე თვითონ. იმიტომ რომ ეს დღეები სულ დედა დაკავებულია დადის პოზიციის საღამოებზე. შესაბამისად ძალიან ისეთი ის აქვს მე ხანსადარი, როცა ცოტა ხნით არის ადამიანი, მით უფრო ჩამოსული ხო იცით ყველაფერი უნდა მოვასწროს. და აქედან გამომდინარე რომ ვერ ესე იგი მოვიდა თქვენამდე და ვაპირებთ. ხო, ასე გოგოებო, რა ვიცი. სარეცხი მინდოდა შემეყარა და გაწვიმდა და ხასიათი გამიფუჭა ძალიან ამ წვიმან. მოკლედ, ვაიმე, როგორც დოდონა იტყო და გოგოებო გადაზეზილი ვარ, ისეთი დაღლილი ვარ. ვაიმე, ისეთი არაფერი გამიკეთებია, ერთი რაც გავაკეთე, მაგრამ რატო არ გამიკეთები? არა, ანუ მნიშვნელოვანს გეუბნებით, არის ის, რომ ენრაოდენობის ტანსაცმელები ერთი ადგილიდან მეორეზე გადამოვყარე, მე დავკეთე, მე სულ სხვა ოთახში გადავზიდე, ზოგი აქეთ გადმოვზიდე. აი მე საჭირო ზინა აღარ მინდა, ნერვი აღარა მაქვს. იმ ოთახს რომელსაც ვაპირებდი, რომ ყოფილიყო საგარდირობო და პლუს ეგრეთ წოდებული სახელოსნო, დავივიწყოთ ეგ ამბავი. იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებ სხვა ოთახში გავიდე და იქ ვიმუშაო 3 და 4 საათი, იმიტომ რომ ბავშვს მარტო ვერ ვტოვებ. ხო და აქ ისედაც არ გვაწყობდა აი ამის უკან, ამ კედლის უკან რომ ესეთი თაროები გავაკეთე, ეგრეთ წოდებული საგარდირობო ღია თაროები, ჯერ იმიტომ რომ მთელი სადილისუნი შედიოდა, ბევრის მიზეზი იყო მე მოკლედ რა, იორთქლებოდა და ასე შემდეგ და ჯერ ერთი არავიზუალური იყო ძალიან. იმიტომ რომ გამოყოფილად არ იყო და ძალიან ჩანდა ცუდად. მანდიდან გადმოვზიდე ყველაფერი არა ზოგი დამჩა კიდე. მე ეგ თაროები უნდა მოიხსნას, ეგ თაროები გადავიდე საგარდირობო ოთახში, სადაც გამოკვეთილი ადგილი და ზუსტად იქ უნდა იყოს მოეწყოს ჩემი ჩანთების ადგილი, რომელიც n რაოდენობის არის და ეგ მაგისთვის განკუთვნილია. სადგამსა რაღაცებს, კიდევ სხვა სადგამსა რაღაცებს მე ნელ-ნელა შევიძენ ხოლმე, ეხა არ მეჩქარება ნამდვილად მაგისთვის, რადგან ამ ოთახში გამწოვი მინაზევია ჩამონტაჟებული და ანუ არავის არ გირჩევთ, ვისაც ეგ იდეა მოგივათ თავში, იმიტომ რომ არაფერს არ გაიტანს, მარტო იბღუილებს და ძალიან მალე გაფუჭდება და ამ დროს ორჯერ ვიყიდეს და 200 ლარზე ნაკლებად და 250-ზე ნაკლებად ვერ იყიდით ამ ხელა. ამით წდადით. ამიტომ ბევრი ვიფიქრეთ, როგორც გითხარით, ობი გაჩნდა ოთახში, ასეთ ჰაერიან ოთახში, ხო წარმინდა დუბი საიდან უნდა გაჩენილიყო. ვიფიქრეთ და საბოლოო ჯამში სამზარეულოს მინა, რომელიც არის მეტალო და დიდი და ძალიან მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა დავპატარავდეს. სადაც ამდენი დარჩება, ამ ხელა სადაც ხო, არაკაც უფრო დიდი, მაგრამ მოკლედ უნდა დაპატარავდეს. ამოშენდეს და გამწოვი დადგება და ტურბა გავა მერე ჩვეულებრივად მილი. უპრობლემოდ აღარ იქნება მაგისი პრობლემა და ჩავთავ მერე გამწოვს და ეს ამდენი ურთქლი და უბედურება რაც არის და საცმელზე და ავეჯზე გადადის და სამწუხაროდ ავეჯი დამიობდა და გამიფუჭდა სირისტი ხო იცით რასაც უშვება და თავიდან მაქვს ავეჯი საყითელი ზოგის განმოდება ჯერ ვარ დამიფარავს
ერთხელ და სამდამთ ეგ პრობლემა მოკეთ მოიხსნება რა, აი სულ რო გონია რომ აი რაღაცა გეგმას შეასრულებ, რაღაცა ჩანაფიქრი გაქვს, ჩახტება რაღაცა გაუთვალისწინებელი, თან ისეთი ჩახტება 1-300 და 400-300 რას ეყოფა კაცო. ნუ 500 ლარში ჩავეტევით. ხო და ძალიან მომეშალა კიდე ნერვები ძალიან არა, მაგრამ ცოტა მომეშალა, იმიტომ რომ YouTube-ის ხება სამთუში ვერ ვიღებ და ვერც იქ თუში ვერ ავიღებ, იმიტომ რომ ჩემი პასიურობიდან გამომდინარე ძალიან დაბალი გამომუშავება აქვს. კი ან მიკურს უბრალოდ რაღაცნაირად ნერვები მომეშალა ჩემს თავზე, რომ დროს ვერ ვანაწილებ ალბათ იმისათვის, რომ YouTube-ისთვისაც დამრჩეს მეტი დრო. ხო, ნუ მაგით რაღაცა სხვა გეგმა მქონდა გასაკეთებელი, მაგრამ ნაწილობრივ არ დავდობ, იმიტომ რომ მოგროვდება უფრო მეც ავიღებ. ეხლა რო გითხრათ, რომ მაგის იმედად ვარ, თქვენ კი ისიც არ ვარ, მაგრამ ხო, მაგით რაღაცას გავაკეთებდი რა. არა უშავს. არ არის ხა მაგაზე დიდი ისა რა ქვია. როცა იქნება. რო ვერდები იმ დეშრომას, ვერც აიღებ იმდენს. მე შენ თავზე გეშლება ხოლმე ნერვები, მაგრამ ხო, მოგეთ ზაკომ რაღაცები ჩავამიტანა, რაღაცებს მე გაჩვენებთ, რაღაცებს ახლა გაჩვენებთ. 1-2 ახლა გაჩვენებთ. ძალიან თქვენ იცით, რომ გიждები, ისე მიყვარს გოგოებო ჩანთები. მილიარდი რომ ფუძის კიდე მინდა. ეგ მე რო ამოიღებ უკან ჩაალაგე. კარგი დედიკო, ნახე და ჩაალაგე. აწაწუნა ჩანთების ჯერი დადგა. რამდენიმე ადგილას გამორღვეულია, თუმცა ამას უპრობლემოდ ჩემი მარჯვე ხელებით გავაკეთე. არა, ეხლა არ უნდა ვაჩვენო ეგ დედი. ეგ ცალკე განყუთვა უნდა გაკეთდეს მაგისი. ხო, ჩანთა, რომელიც არის სრულად ხელნაკეთი და არის ულამაზესი, უბრალოდ დავაკვირდეთ, რა კარგი ნამუშევარია. ნახეთ, აი ძალიან ლამაზია, ძალიან და ალაგ-ალაგ ამომძვრალია, რასაც უპრობლემოდ ჩავაბრუნებთ რაღაც მონაკვეთებს. ხო და სადმე ესეთ ადგილას ძალიან კარგი იქნება თეატრში, წვეულებაზე, კორპორატიულზე და მსგავს ადგილებში, რა თქმა უნდა, ხამით სამსახურში ვერ ვივლი. ჯები ბარგაბარხანა ამაში არ ჩაეტევა. ძალიან მომეწონა და როგორ ისეთი კუსკუსა ხელი აქვს თან, ძალიან მომწონს, აი ძალიან. და ძალიან კარგი და რთული გასაკეთებელია, რომელიც უზარმაზარ დროს მოითხოვს, უბრალოდ ნახეთ როგორი ნაკეთობა. კარგი, მეორე ვარიანტი, მე მეყავა ხორ გამიცივი და მოიცეთ ხალხო. ხო, ეს ვიდეო კი უნდა დადებული იყო გაგანია კვირას, მაგრამ რაღაცა მასალები წამშლია სხვა რაღაცებთან ერთად. ხო და დღესვე მიგიბავთ ამათ, ახლა დაგიდებთ. მეორე, რომელიც ძალიან მომეწონა და რო დავინახე, იმედი მქონდა ამ ჩანთაში ჩამეტეოდა მობილური, მაგრამ ნუ ეს უკაცრავად. არაფრით არ ეტევად, რაც ძალიან მეწყინა, მაგრამ არა უშავს მეორე მობილური ეტევა სამაგიეროდ. ეს გახლავთ მერლინ მონროს ჩანთა, რომელშიც შეგიძლიათ ჩადო მობილური, ან რა ვიცი, თუნდაც ფული ჩაიდო და კიდევ ჩაეტევა კაი რაღაცები. მე მაქვს ერთი კარგი თვისება, რომ ნებისმიერ პატარა ჩანთაში შემიძლია ჩავწიო მთელი გარდირობი. ხო და არც ეს არ იქნება გამონაკლისი, უბრალოდ მინდა რომ ნახოთ როგორი ლამაზია. ავიცი მე ძალიან მომწონს. ისე მომეწონს კაცე ხელი გამოვგლიჯერ. ხო და ჩემ ხო იცით ქვაბის თავსახურივით არის ჩემი ტელეფონი მხელა. ხო, თორე კარგი იქნებოდა ჩატეულიყო. მოყვება თავისი უგრძელესი ჯაჭვი, ეს იხსნება სხვათა შორის, ანუ შეგიძლიათ რა ვიცი, თან გრძლადაც გაიკეთოთ. ეს გადასატანი. ხო და ძალიან მომეწონა. ჩემი მერლინი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ტრაგიკული ცხოვრება სამწუხაროდ, მიუხედავად მისი ძალიან დიდი პოპულარობისა და მიუხედავად მისი ხელა შემოსავლებისა და მიუხედავად, მოკლედ მიუხედავად და ბევრი მიუხედავად
ძალიან ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, ებრძოდა ძალიან ღრმა დეპრესიას, კიდე ძალიან ბევრ რამეს და საბოლოოდ კი იცით როგორც დაასრულა ცხოვრება სამწუხაროა ძალიან მარტოობაში, რაღაცა ძალიან გაუბედურებულ მდგომარეობაში, თავისთვის საწყულში. ძალიან რთული იყო ნამდვილად მისი გარედან ბრჭყვიალა ცხოვრება, რომელიც შიგნიდან სულაც არ არის ხოლმე ისეთი ბრჭყვიალა, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს გონია. ეს არ ვიცი, უნდა დავტესტო. სუნი 10-დან 10. გვაქვს იმე სუნებზე რამ ჭირს. ბევრია. ძალიან კაი სუნი აქვს. რადგან სახლში ვარ დღეს საღამოს ამას დავტესტავ აუცილებლად, ხვალ არ ვიცი, შეიძლება სახლში არ ვიყო და ამით გარეთ ვერ გავალს თუ არ ვიცი ზუსტად და არ ვენდობი და როგორ აიტან შემიკანი, ნახო და თუ ეს მომეწონა ზაკოს მოუწევს თვეში 3-ის გამოგზავნა აუცილებლად. ვინც აბედნეთში ხართ, არ ვიცი როგორია, დამიწერეთ. ზოგისთვის შეიძლება ეს პორტრეტი რომ აქ ჩართული მე ვჩანვარ და ეს კარგად არ ჩანს. ზოგი კანისთვის აქაც ძალიან ბევრი რამე მისაღებია, მაგრამ მე ვერ ვიყენებ და ასე რომ ეგრეც ვერ გაიგებ. რას ეძებდე? ხო და ესეთი ამბავი სხვა რაღაცებს ამბები სხვა რაღაცებს მე გაჩვენებთ კიდევ ცოტას. როგორც ხა ვიცით თვითფრინავში ვერა გვაქვს ხო ამდენი ბარგი შესაბამისად ამანათების სახით გამოაგზავნა. ხა ამასაც აიტანდა 4-ამდენსაც რაც ჩამოიტანა, მაგრამ ძვირი ჯდება, ამიტომ ყოველთვის ჯობია გზავნილით გამოგზავნოთ ხოლმე ბარგი. ხო და დღეს ჩამოვიდა ნაწილი. ხო და ნაწილი ჯერ არც ჩამოსულა, მაგრამ ნაწილი ჩამოვიდა. დღესაც პოეზიის საღამოზე წაბრძანა ქალბატონი უკვე 5-ზე იწყება და რავი იმედია რომ მოვასწრებს. ცოტა გვიან გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ყოველთვის გვიან იწყება ხოლმე ისედაც და ამას ჩვენ ძალიან მიჩვეულები ვართ. არ უყვარს დედიკოს დაგვიანება ეგ საღამოებზე და საერთოდ დაგვიანება არ უყვარს დედას. და რო იცოდეთ დედაჩემი როგორ დარბის მიხვდებოდით რომ ალბათ არ დააგვიანებს, მაგრამ არ ვიცი როგორ ძალიან ლამაზი ხარდე ძალიან. ხო არ გცივა გათბობა ჩავრთო? ჩაგირთო? უიდე, მიცოდე. დღეს მთელი დღე გათბობა არ ჩაგვირთავს და არათუ დღეს მთელი დღე გუშინ ვქონდა. გუშია დღე იყო. ხო, გუშინ წასული ვიყავ მესამსახურში, ეს მთელი დღე მაღლა იყო და ჩართული არ ქონდა. რომ მოვედი სახლში, მე ხინკალი გავაკეთეთ და ისეც ხელოდა სახლში, რომ მაირე არ ჩავრთეთ. დღეს ხო საერთოდ მთელი დღე ჩაგვირთავს და ახლა უკვე შეცივდა ჩემ კუსკუსას ეს მოტეხილი. აი მე არ შემიძლია დოდონას ბლოგში ვაჩვენე ეს ჭიქა მოტეხილი და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი დაიწერო, გადააგდე და ყავის მას შეგაძულებს ადამიანს და აი დედას გაბიცებთ გოგოებო, მითხარით როგორ შეიძლება შეგძულდეთ ჩემი მოტეხილი ყავის ჭიქით თქვენ ყავა. აი თქვენთან რომ დავინახო სადმე ოჯახში რომ მივიდე და ვიღაცას გატეხილი რაღაც უდეს, აი რატო უნდა შემძულდეს? ესენი მერე ვაჩვენოთ, კარგი დე, ზაკო საჩუქრები ხო საყვარელო. ხვალ და დღეს უკვე გვიანია. აი რანაირად უნდა შემძულდეს? რა ვიცი, ყავა ან გიყვარს, ან არ გიყვარს. ხაი, როგორ უნდა შეგძულდეს, იმიტომ რომ გატეხილი დაინახე ხო? რაღაც ეგეც გადახრა, მე მგონი არ ვიცი. მაგრამ ვერ გაიგებ რა. ხალხი აგრესიისთვის არის მომართული. მაგრამ რა ქნა. აუ დედიკო, ხელის მაზი მან სადმე გამოახედე ეს სიყვარულო, მიდი. იქითა. ეგ გამოაღე. აი მათ არ დევს რამე. არა, დედა, დიდი ხელის. არა, მარიამ. გამოაღე. აბა აქეთ ნახე ხო არა დევს. ეგ არის. მომედე. გამოაღებს და ეკიდება ამ იმებს, რა ქვია. უჯრებს და ერთი დღეც იქნება ეგ უჯრა ჩამოვა ჩემ ფეხებთან მე მგონი. ქალბატონო.
გაიწოლე შვილო, ეს თმა კაკადუსავით რო გაგაპრეხილი. ხო და დედა ეგ სარკე რას გავს ინსტრუქცია არ მოყვა გაწმენდის თუ როგორ არის ჩვენი ოჯახის და რატო უსვამ ხელებს ვერ ვხვდები იმიტომ ესე მიტუტყნული ხო ყოველდღე ხახო სარკეს ვწმით აღარ შემიძლია ყოველდღე აუ მაღლა დედამ გამოიტანა ის ჩვენი ულამაზესი სარკე თავისი იმით მისაღებში და ის რაღაცა იდგა ის შევიტანეთ შიგნით იმიტომ რომ კოლიდორში იკარგებოდა ეს იმდენად ლამაზია იმ მისაღებში რომ უნდა დაიდგას და მოკლედ დღეს ჩემი რომ მოვიდა სახლში რამდენჯერაც წავალ და მოვალო რაღაცა აქ გადაადგილებულიო და სულ ამირია მთელი სახლიო მამა ჩემი იწახეს და ჩემი ეუბნება ახლავე და ჩემი ეუბნება რასაც შენ გედალაგებულს ეცახი ჩემს არეულიავ და შენ ჩემთვის პირიქით ანუ შენ ასე ფიქრობ მიაზავდა რა გავაკეთოთ ანუ ახლა მამჩი იმას გულწრფობს რომ თვითონ როგორც უნდა ხოლმე რომ დაინახოს ყველაფერი რო არ ეძებოს ნუ ამა ყველაფერი სადღაც შეალაგა კაკიშტაკას წაწყაიღე არ დავუმალავ ძალიან ვერცხობი და მესამეც და გეგმებს ვერ აწყობ სხვათა შორის გეგმებთან დაკავშირებით 2026-ში გადაწყვეტილი მქონდა რომ აუცილებლად ჩემი ხელნაკეთი აქსესუარების გვერდი უნდა შემექმნა და აქტიურად დამეწყო ყველაფერზე მუშაობა და მე შევწელი და წინ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს თან დაწყობილი ზე ეგოისტი ხარ მე შემოგევლე რა მადლობას არიხდი მადლობას ვიხდი ძალიან ბევრჯერ და მე თუ მკითხავთ ხანდახან საერთოდ არ საჭიროებს გადახდას და მაშინაც კი ვიხდი მე მგონი ამას ვერ შევცვლი მაგრამ მართლა ძალიან ბევრჯერ ვიხდი ისეთ მეტად